როგორც MMA-ის კონტენტის შემქმნელი, რომელიც ამ სფეროში გარკვეული დრო ამოღვაწეობს, უნდა აღვნიშნო, რომ ამ სპორტში წყენა და დაპირისპირება ძალიან ძლიერი ფაქტორია. ამიტომ, ყველაფერი, რასაც აქ ნახავთ, სერიოზულად აღების გარეშე უნდა მიიღოთ. უბრალოდ თვალდახუჭული მოსაზრებაა. ყველაფერი თქვენი პასუხისგებლობაა. თუ ბრძოლა ჩატარდება, შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებით დადოთ ფსონი ჯასტინ გეიჯიზე. მას დავიწყოთ დასაწყისიდან, სადაც ილიას გზა კონორ მაკგრეგორის კარიერასთან პარალელურად გავა. პირველივე ნაბიჯები მისი პიროვნების აშკარა გამოვლინებაა. კონორ მაკგრეგორის სტილი და ხასიათი შესანიშნავად განსხვავდებოდა სხვებისგან. მე მგონი ის პირდაპირ და თავდაჯერებულია, მზადაა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს თვალებში ჩახედოს. ეს ილიას შემთხვევაში ჩანს, მასაც ახასიათებს ისეთი თავდაჯერებულობა, რაც მსაჯებს და გულშემატკივრებს აღაფრთქავანებს. საინტერესო მომენტი კონორის კარიერაში იყო მისი უცნაური გამორჩეული მომავალი. Essentially, UFC-ში მან სწრაფად დაამკვიდრა თავი, თითქმის დაუმარცხებელი იყო და აშკარად ყველასგან მაღლა გამოიყურებოდა. ილიას კარიერაშიც იგივე ტენდენცია ჩანს. ახალბედა, მაგრამ დაუბრკოლებლად წინ მიიწევს, რაც მის შემდგომ ბრძოლებს კიდევ უფრო დაძაბულს ხდის. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, არც ილიამ და არც კონორმა სრულყოფილი გზა არ გაიარეს. იყო მცირე შეცდომები, წარუმატებლობები, მაგრამ საბოლოოდ ყველასთვის ნათელი იყო, ვინ იყო ჭეშმარიტად ძლიერი მებრძოლი. კონორ მაკგრეგორისთვის განსაკუთრებით გამორჩეული იყო ბრაზილიელი მეტოქის წინააღმდეგ პირველი რაუნდის გამარჯვება KO-ით. ეს გამარჯვება არა მხოლოდ მსოფლიომდე გავრცელდა, არამედ UFC-ს ფენომენად იქცა. ილიას შემთხვევაში ამგვარი შოკის მომგვრელი გამარჯვება უკვე მაყურებელს აჩვენებს, რომ მასაც შეუძლია მოულოდნელი გამარჯვებებით ყველას ყურადღების მიპყრობა. მომდევნო ეტაპი კი არის შთამბეჭდავი მომავალი. ილიას, როგორც კონორის მსგავსად, UFC-ში დომინირება და ყველასგან წინყოფნა. თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ილიას შემთხვევაში გარკვეული ასაკობრივი გამოცდილება და ტაქტიკური უნარები უფრო ჩამოყალიბებულია, რაც მას უფრო სერიოზულ კონკურენტად აქცევს. ამის შემდეგ ილიას კარიერაში იწყება ახალი საინტერესო ეტაპი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა, სადაც ის კროუფორდს მიმართავს. პირველი სარეკლამო შეტყობინება სოციალურ ქსელში პირდაპირია და პროვოკაციული. თქვენი MMA ფანები ხართ და არც კი იცით ვინ ვარ. თქვენ მითხარით წარმატება თქვენს ბრძოლაში. ახლა ეს მეხსიერება გაწყდება. ეს ყველაფერი ილიას ქცევას კიდევ უფრო კონცენტრირებულს და კონორ მაკგრეგორს ახსენებს. მსგავს პროვოკაციებს ხშირად იყენებდა კონორ თავის კარიერაში. ნაჩვენებია არა მხოლოდ თავდაჯერებულა, არამედ მსაჯების, ჟურნალისტების და გულშემატკივრებს დაძაბულა. შემდეგ ეტაპზე ილიას პიროვნება ვრცელდება არა მხოლოდ ორთაბრძოლებში, მას ასევე აქვს ინტერესი ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში, როგორც კონორ მაკგრეგორმა გააკეთა. ღვინო, რომელიც მას ჰარმონიულად ემთხვევა მის პირად ბრენდს, ლუქს და ელეგანტობას, სავარაუდოდ მისთვის მომავალი ბიზნეს პროექტია. მეორე ნახევარში ილიას აინტერესებს კარიერის დასასრული და პრესის კონტროლი. ის უკვე გვატყობინებს, რომ შეიძლება ადრე წავიდეს კარიერიდან, რაც ნიშნავს, რომ 2027-2028 წლის შემდეგ მისი ბრძოლები აღარ იქნება. ამან წარმოშვა კონსპექტური სცენარი, სადაც მისი მომავალი ბრძოლები იქნება კონორ მაკგრეგორის ეფექტის მსგავსი. მაღალი ჰიპით, დიდი ინტერესით და მაყურებლის მოლოდინით. წინასწარ გათვალისწინებული სცენარით, ილიას მომავალ ბრძოლებში ახალმა პერსონებმა შეიტანეს გარკვეული დაძაბულობა. მაგალითად, თავიდან იყო დაგეგმილი, რომ მისი მეტოქე იქნებოდა ამან სარუკიანიან პატი პიმპლბლეტი, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რეალურად ასეთი ბრძოლის გეგმები იცვლება. ამან გამოიწვია კლასიკური კონორ მაკგრეგორს მსგავსი შემთხვევა. წინა მეტოქელო არი ამბობს და ბუმ, ჯასტინ გეიჯი გამოჩნდება მოკლე შეტყობინებით ბრძოლაზე. ჯასტინ გეიჯი და ნეით დიას ორივე გულშემატკივართა ფავორიტია. მათ ძალიან უყვართ ბრძოლის სული, სისხლში ადრენალინი და მზად არიან ყველაფრისთვის, რაც მაყურებლისთვის გასართობი იქნება. ილიას შემთხვევაში ეს ახალ გამოწვევებს უქმნის. გეიჯი და ნეით დიას უძლიერესი ვეტერანები არიან, რომელთაც შეუძლიათ შეჯიბრში წონასწორობის დარღვევა. გეიჯი წავიდა ბოლომდე მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ და ამ ბრძოლამ აჩვენა მისი დაუდუმებელი სტილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო წამების ბრძოლა, სადაც მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ ბოლომდე ყველაფერი დაედოთ, მაგრამ არაფერი არ შედგა ისეთი, როგორც ილიას შემთხვევაში, როდესაც გამოკვეთილი დომინაცია უნდა ყოფილიყო. თუ გულშემატკივარი არ ფიქრობს გამარჯვებულზე, ბრძოლა ილია ტოპურია vs ჯასტინ გეიჯი მაინც იქნება 10 წლეულის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბრძოლა. ილიას სტილისა და გეიჯის გაწვრთნილი ფიზიკური სიძლიერე ქმნიან უძლიერეს დაპირისპირებას, სადაც ემოცია და დაძაბულობა მაქსიმალურ დონეზეა. შესაძლოა ილიასთვის ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ გეიჯი იქნება.
მისი სტილი არა მხოლოდ შემაწუხებელია, არამედ ილიას ყურადღებისგან ყველაზე მეტად გამორჩეული. მას არასდროს არ უნდა გამოეპაროს მეტოქის სტრატეგია, რადგან ჩემპიონად ყოფნისას სხვა მოთამაშეების უგულებელყოფა ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. გულშემატკივრებისთვის საინტერესოა underdog სცენარი, ახალგაზრდა ვარსკვლავი ილიას წინააღმდეგ და პოპულარული მოთამაშე გეიჩი. ეს ქმნის დაძაბულობას, რომელიც აუდიტორიას საშუალებას აძლევს ემოციურად ჩაერთოს ბრძოლაში. მიმდინარე ინტერაქციები აჩვენებს, რომ ილიასა და გეიჩ შორის პირდაპირი კონფლიქტი ჯერ არ მომხდარა. ეს ქმნის მოუთმენელ მოლოდინს. ილიასთვის შესაძლოა იყოს მოულოდნელი სურპრიზი, როგორც კონორ მეგრეგორმა მიიღო, როდესაც მისი თავდაპირველი მეტოქე ვერ მონაწილეობდა. ჯასტინ გეიჯის პრესინგი ასევე უძლიერესია. ის იძლევა სიჩქარეს, წნეხს და ლეით გეიმის სტრატეგიას, რომელიც ხშირად მოულოდნელად მოქმედებს მეტოქეზე. ნეით დიაზის მსგავსად, გეიჩის ბრძოლებში ბოლო რაუნდები შესაძლოა სრულად შეცვალოს თამაშის სურათი. მეორე მხრივ, ილიას აქვს უკვე გამოცდილება 5 რაუნდიან ბრძოლებში. ის შეუძლია არა მხოლოდ ფიზიკური უპირატესობის გამოყენება, არამედ სტრატეგიული მობილობა. მაგალითად, ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ილიამ აჩვენა დომინაცია და მეოთხე რაუნდში მიიღო 10 შევითი ქულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ბევრ დასასრულის შემთხვევას. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ბრძოლა ილია ტოპურია ვეს ჯასტინ გეიჩი არ იქნება მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირება, არამედ სტრატეგიული ტაქტიკური ოსტატობის შენება. ორივე მხარე იცის, რომ გულშემატკივრები მაქსიმალურად დაინტერესებული არიან. ბოლო დეტალი, რაც კიდევ უფრო საინტერესო ხდის მოვლენას, ორივე მებრძოლი ცნობილია როგორც Sweet Smoker, რაც ზოგისთვის შეიძლება საინტერესო კუთხე იყოს. თუმცა პირდაპირ ბრძოლაზე გავლენა გაუგებარია. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ფენა პერსონაჟების ისტორიისა, რომელიც მაყურებლისთვის მათ უფრო ადამიანურად, უფრო რეალურად გააჩნია. ბრძოლის სიუჟეტის განვითარება ასევე მოიცავს დამხმარე პერსონაჟებსა და კონტექსტს, რომელიც ილიას და გეიჯის დაპირისპირებას განსაკუთრებულს ხდის. კონორ მაკგრეგორის კარიერაში ხშირად იყო მომენტები, როდესაც ბრძოლის დაგეგმილი მეტოქე ვერ მონაწილეობდა და ამიტომაც იჩენდნენ ახალ პერსონაჟებს, რომლებიც მოულოდნელად მნიშვნელოვან როლს იღებდნენ. ილიას შემთხვევაში იგივე ხდება. თავიდან დაგეგმილი მეტოქეები, ამან სარუკიანი ან პატი პიმპლბლეტი ვერ ხვდებიან გრაფიკში და ეს ქმნის სივრცეს ჯასტინ გეიჯისთვის მოკლე შეტყობინებით შეჭრისთვის. გეიჯი და ნეით დიაზ შეარავენ მსგავს თვისებებს. ორივე უყვართ ბრძოლა და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მაყუებლის გასართობად. მათი სტილი მკაფიოდ აგრძელებს კონორისა და ნეითის ტრადიციას. უხეში, მაგრამ ეფექტური ბრძოლა, სადაც ყოველ წამს ფოკუსირება მნიშვნელოვანია. ილიას შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მას მოუწევს არა მხოლოდ ფიზიკური გამოწვევების დაძლევა, არამედ სტრატეგიული წინასწარ გათვლა. გეიჯი გამოირჩევა late game სტრატეგიით, ბოლო რაუნდებში შეუძლია მოულოდნელად შეცვალოს ბრძოლა. ნეით დიაზის მსგავსად, გეიჯი ეხმარება მაყურებელს განცდის მიღებაში, რომ ბრძოლა არ სრულდება ადრე, ყველაფერი შეიძლება ბოლო წამამდე გადაწყდეს. ილიას გამოცდილება 5 რაუნდიან ბრძოლებში არის მნიშვნელოვანი უპირატესობა. ის უკვე გადალახა ისეთი რთული მეტოქეები, როგორიცაა ჯოშ ემეტი, სადაც 4 რაუნდში მიიღო 107 ქულა, რაც ნაჩვენებია მისი დომინირებით. სტრატეგიულად ილიას უპირატესობა იმაშია, რომ ის უკეთესად შეუძლია შეაფასოს კონკურენტი მიმდინარე ბრძოლაში. გეიჯი ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ილიას აქვს სტრატეგიული სიფხიზლე, რომელიც მას საშუალებას აძლევს იცოდეს, როდის უნდა მოახდინოს შეტევა და როდის დაცვა. ეს ქმნის ბრძოლას, რომელიც არა მხოლოდ ქმედითი, არამედ გონებრივი ორთაბრძოლაა. მხატვრული სიუჟეტისთვის საინტერესოა ილიას დამოკიდებულება კონფლიქტებთან. როგორც კონორ მაკგრეგორმა, ილიას სტილში ჩანს პროვოკაციული ქმედებები, სოციალური ქსელის შეტყობინებები და წინასწარი ფსიქოლოგიური ბრძოლა მეტოქის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აძლიერებს მაყურებლის ინტერესს, რადგან თითოეული შეტყობინება ან კომენტარი შეიძლება გარდასახოს რეალური ბრძოლით. გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია fan favorite სცენარი. ახალგაზრდა ვარსკვლავი ილიას წინააღმდეგ პოპულარული ვეტერანი გეიჯი. ამ დინამიკას შეუძლია შექმნას დაუვიწყარი დაძაბულობა, სადაც ნებისმიერ წამს შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. ილიასთვის ეს ასევე სერიოზული გამოწვევაა, მეტოქის დაუფასებლობა, რაც ხშირად ხდება გულშემატკივრების მიერ, შესაძლოა სტრატეგიულ შეცდომამდე მიგვიყვანოს. მნიშვნელოვანი ასპექტია ფსიქოლოგიური მზადება. ილიას გამოცდილება 5 რაუნდიან ბრძოლებში აძლევს მას უუნარს, განასხვაოს ენერგიისა და ძალისხმევის საჭირო მომენტები. გეიჯი, როგორც ნეით დიაზის თანამედროვე, გამოიყენებს late game სტრატეგიას და წნეს ბოლო წამებში, რაც მეტოქეს მოულოდნელად დაამარცხებს, თუ წინასწარ არ იქნება დათვლილი. ასევე უნდა აღინიშნოს ილიას პიროვნული ინიციატივა და სტილი საბრძოლო პროცესში. ის არ არის მხოლოდ ფიზიკური ძალის მებრძოლი. ის იყენებს ატრაქციულ პიროვნებას, რაც მაყურებელს აძლევს ემოციურ ჩართულობას. კონორ მაკგრეგორის მსგავსად, ილიას კარიერაში სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა ღვინის ბიზნესის შექმნა ან მედია პერფორმანსები, აძლიერებს მის ბრენდს და აყალიბებს მას, როგორც ძლიერ და მრავალმხრივ სპორტსმენს.
ამ ეტაპზე ილიას და გეიჯის ბრძოლა გარდაუალვად გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენად არა მხოლოდ მისი კარიერისთვის, არამედ მთელი UFC-ის ისტორიაში. მაყურებლები ელიან ძლიერი დრამატურგიის მქონე ბრძოლას, რომელიც აერთიანებს ფიზიკას, სტრატეგიას და პიროვნულ პროვოკაციებს. იწყება ილიას და გეიჯის ტაქტიკური მომზადებით, რომელიც თავისებურად ასახავს კონორ მეკგრეგორის და ნეით დიაზის დაპირისპირებებს წარსულში. ილიას სტილი არა მხოლოდ თავდაჯერებული და აგრესიულია, არამედ დეტალურად გათვლილი. ის იყენებს თავის წონის უპირატესობას, მოძრაობის სისწრაფეს და რაუნდების სწორგანაწილებას ენერგიის ეფექტურად გამოყენებისთვის. გეიჯი ასევე ცნობილია როგორც მსხვერპლზე მიბმული მებრძოლი. მზად არის ბოლომდე წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტაქტიკა ხშირად დამღლელი და ინტერაქტიულია. ეს ნიშნავს, რომ ილიას მოუწევს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა თითოეულ წამში. გულშემატკივრებს კი ექნებათ შანსი დაესწრონ არა მხოლოდ ფიზიკურ ბრძოლას, არამედ გონებრივ დუელს, რომელიც ორი ძლიერი პიროვნების შორის გაიმართება. ილიას მომავალი ბრძოლა შესაძლო გახდეს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე განსაზღვრელი მომენტი. ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ბრძოლა ხაზს უსვამს არა მხოლოდ ფიზიკურ ძალას, არამედ ფსიქოლოგიურ კომპონენტს. გეიჯის წნეხი ბოლო წამებში ნეით დიაზის სტილის მსგავსად შეიძლება მოულოდნელად შეცვალოს თამაშის სურათი. ილიას გამოცდილება 5 რაუნდიან ბრძოლებში, თუმცა აძლევს მას სტრატეგიულ უპირატესობას. ის იცის, როგორ გამოიყენოს ენერგია და როგორ მართოს რაუნდის დინამიკა. მომენტები, როდესაც კონორ მეკგრეგორის კარიერაში მეტოქეები ვერ შეძლებდნენ ბრძოლას, ილიას შემთხვევაში თავს იჩენს ახალი პერსონაჟების სახით. თავდაპირველად დაგეგმილი მეტოქეები უარს აცხადებენ, ხოლო ჯასტინ გეიჯი მოკლე შეტყობინებით ჩნდება ბრძოლაში. ეს ქმნის უნიკალურ სიუჟეტს, სადაც ემოცია და დაძაბულობა მუდმივად მაღალია. გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტია fan favorite სცენარი. ახალგაზრდა ვარსკვლავი ილიას წინააღმდეგ პოპულარული ვეტერანი გეიჯი. ეს სცენარი აზლიერებს მაყურებლის ინტერესს, რადგან ვერავინ წინასწარ განსაზღვრავს გამარჯვებულს. ასეთი დაძაბულობა ქმნის ყველაზე ეფექტურ და ნამდვილი MMA-ის გამოცდილებას. გეიჯის სტილი განსხვავდება კონორის სტილისგან იმ მხრივ, რომ ის მეტ late game აქტივობას ავლენს. ნეით დიაზის მსგავსად, გეიჯი იყენებს ფიზიკურ სიძლიერეს, სტრატეგიულ წნეხს და სისწრაფეს ბოლო რაუნდებში, რაც მეტოქეს მოულოდნელად ძლიევს. ილიას სტრატეგია უნდა იყოს ჭკვიანურად გათვლილი, რაცა თავიდან აიცილოს დაღუპვა იმ მომენტში, როდესაც ყველაფერი გადაწყდება. გარდა ფიზიკური და სტრატეგიული ასპექტების, ილიას პიროვნება თამაშს უფრო საინტერესოდ ხდის. მისი თავდაჯერებულობა, პროვოკაციული ქცევები სოციალურ ქსელებში და პირადი ბრენდის ელემენტები, ღვინო, მედია პროექტები აძლიერებს მის იმიჯს როგორც მრავალმხრივი სპორტსმენის. ეს ელემენტები მაყურებელს აძლევს შთაბეჭდილებას, რომ ილიას ბრძოლა ყოველთვის არის დრამატული, არა მხოლოდ რინგზე, არამედ მის გარშემო მიმდინარე მოვლენებშიც. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ბრძოლა ილია ტოპურია მუღამჭირე ჯასტინ გეიჯი გახდება UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დამამახსოვრებელი მატჩი. ეს იქნება სრულყოფილი კომბინაცია ფიზიკური დაპირისპირების, სტრატეგიული გონების, პიროვნული ქცევისა და მაყურებლის ჩართულობის. ბრძოლის საბოლოო სიუჟეტი ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებას, არამედ ფსიქოლოგიურ დინამიკას, რაც ილიას და ჯასტინ გეიჯის შეხვედრას განსაკუთრებულს ხდის. ილიას უკვე აქვს გამოცდილება 5 რაუნდიან ორთაბრძოლებში და ეს გამოცდილება მის სტრატეგიას უფრო ეფექტურს ხდის. მას შეუძლია ენერგიის სწორად განაწილება, მეტოქის სუსტი წერტილების გამოყოფა და ოპტიმალური მომენტის გამოყენება შეტევისთვის. ჯასტინ გეიჯის სტილი, როგორც ნეით დიაზის თანამედროვე, ეფუძნება ძლიერი late game აქტიურობას. ის ბოლოს ახდენს მაქსიმალურ წნეხს, რაც ხშირად შეცვლის ბრძოლას იმ მომენტში, როდესაც ილიას ან გულშემატკივრებს შეიძლება ეგონოთ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ამ სტრატეგიით გეიჯი მუდმივად მაღალი საფრთხის ზონაში დგას, რაც მაყურებისთვის ქმნის დაუვიწყარ დრამატულ სურათს. გულშემატკივრებისთვის საინტერესოა ისიც, რომ ილიას და გეიჯის დაპირისპირება წარმოადგენს კლასიკურ fan favorite versus young star სცენარს. მაყურებლები ხედავენ, როგორ ახალგაზრდა ვარსკვლავი ილიას წინააღმდეგ ვეტერანი გეიჯი. ეს ქმნის ემოციურად დატვირთულ გარემოს, სადაც თითოეული რაუნდი მნიშვნელოვანია. უპირატესობა არა მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეშია, არამედ სტრატეგიულ სიფხიზლეშიც, რაც განსაზღვრავს ბრძოლას. ილიას პიროვნება აქაც თამაშს უფრო საინტერესოს ხდის. მისი თავდაჯერებულობა, პროვოკაციული ქცევები სოციალურ ქსელში და ბრენდის ელემენტები, ღვინო, მედია პროექტები, პირადი იმიჯი აძლიერებს მის იმიჯს მრავალმხრივ სპორტსმენსა და პიროვნებად. ეს მაყურებელს აძლევს დამატებით შთაბეჭდილებას, რომ ილიას ბრძოლა ყოველთვის იქნება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური და სოციალური კონტექსტის დატვირთული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ილიასთვის ეს შესაძლოა ყველაზე რთული ბრძოლა იყოს. გეიჯი არა მხოლოდ ძლიერი ფიზიკურად, არამედ სტრატეგიულად ჭკვიანია.
მისი წნეხა, სისწრაფე და late game ტაქტიკა იწვევს მუდმივ საფრთხეს, ამიტომ ილიას ყურადღება არასდროს უნდა გათიშულიყო. კონორ მეგრეგორის მსგავსად, ილიას კარიერაში ასეთი მომენტები ქმნიან ისტორიას, რომელსაც გულშემატკივრები დიდი ხნით ვერ დაივიწყებენ. ამ ბრძოლაში აერთიანდება მრავალი ელემენტი: ფიზიკური უპირატესობა, ილიას ტექნიკა და გეიჯის ფიზიკური ძალა ქმნის დაძაბულობას. სტრატეგია და ტაქტიკა, late game სტრატეგია, ენერგიის მართვა, შეტევის ოპტიმალური მომენტები, პერსონალური ბრენდი, მედია პროექტები, ღვინო, პროვოკაციული ქცევები, გულშემატკივართა ემოციური ჩართულობა, fan favorite versus young star სცენარი. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ილია ტოპურია versus Justin Gage ბრძოლა გახდება არა მხოლოდ სპორტული მოვლენა, არამედ კულტურულ, სოციალურ და მედია მონაწილეობით დამამახსოვრებელი მოვლენა. მაყურებლები ელოდებიან დაძაბულობას, მოულოდნელობებს, ემოციას და სრულყოფილ ტექნიკურ ორთაბრძოლას. შესაბამისად, თუ ბრძოლა ჩატარდება, ეს იქნება 10 წლეულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური UFC-ს შეხვედრა. ილიას სიძლიერე, გეიჯის წნეხა, სტრატეგიული გათვლები და პიროვნული ელემენტები ქმნიან სცენას, რომელსაც MMA გულშემატკივრები ვერასდროს დაივიწყებენ. ეს ბრძოლა აჩვენებს არა მხოლოდ სპორტის სილამაზეს, არამედ იმას, თუ როგორ შეიძლება ორი ძლიერი პიროვნება გააერთიანოს ფიზიკური, სტრატეგიული და ემოციური დინამიკა, შექმნას დაუვიწყარი გამოცდილება მაყურებლისთვის.